ფრიდო, როგორ დაიწყე შენი მხატვრობა? მხატვრობა დავიწყე ძალიან პატარა რო ვიყავი, ბავშვი, პატარა ბავშვი, მაშინ პირველად დავიწყე, არც მახსოვს ესიერად, მაგრამ უფროსი დამყავდა, ჩემზე 5 წლით უფროსი, დაძმა ტყუპები, მაგრამ დას ერქვა ჟუჟუნა, აღარ არის ცოცხალი და ის სკოლაში სწავლობდა და პირველ კლასში თუ მეორეში აღარ მახსოვს და ქონდა ფერადი ფანქრები. ჩვენ სახლში დიდი ოჯახი ვიყავით და ამიტომ მიყო ყოველთვის ხმაური, ჩხუბი, ყვირილი, გაწევ გამოწევა თან პატარა ბავშვები წვრილშვილიანი ოჯახში. ხო და როგორღაც ხდებოდა ჩვენი დაშოშმინება ან რაღაცით გართობა და ეს ჩემი და ცდილობდა რომ რაღაცით გავერთეთ და მე ძალიან მაინტერესებდა ამ ფერადი ფანქრები. მიზიდავდა ფანქარს ხო აქვს გარედან ფერი, სხვადასხვა ფერი და მიზიდავდა ამ ფანქრების ფერი და როდესაც გაუსმევდი ხაზს და ძალიან საინტერესო ის იყო რომ რა ფერიც იყო იმ ფერი ხაზს უსმევდა ეს ფანქარი, მაგრამ ის იყო მკრთალი და ეს თვითონ ფანქარი იყო ძალიან კარგ ფერში გარედან ხო და მიკვირდა ძალიან და ჩემი და მაძლევდა ამ ფანქრებს და სახატავ ფურცელს და მე ზედ უსმევდი ხაზებს, რაღაცა ხაზებით თამაშობდი და ამ თამაშში წყნარდებოდი, უბრალოდ სხვებს აღარ მაკარებდა რომ კიდე ჩხუბი და კონფლიქტი არ მქონდა სხვებთან და თამაშობდი და თანდათან წყნარდებოდი მეც და ნუ რა თქმა უნდა ბავშვი როდესაც წყნარდება და საინტერესო გამოდიოდა რაღაცას ვხატავდი, არც თემატიკა მქონდა, არც არაფერი, უბრალოდ თამაშობდი ამ ხაზებით და სხვადასხვა ფერებით. აი ესე კი არ ვხატავდი რომ აი მაგალითად ბავშვებმა იცან სწრაფად მოხაზავდნენ, არა, მე უფრო ლაკონურად ხატავდი და ძალიან გაოცებული იყვნენ რბილი და ნაზი ხაზები გამომდიოდა. ხო და ეს მომენტი რატომ ახსოვს, იცი? დღესაც მიკვირს რომ მაშინ უფრო მეტად ვფლობდი იმ ხაზის ღირებულებას, დღეს ვაფასებ უფრო მეტად, რომ ესე იგი სადღაც ვიჭერდი იმ მომენტს, რომ ახლა დღესაც რო ვფიქრობ, ხაზის ეკლექტიკა იმ მომენტშიც ჩამოყალიბებული მქონდა, როგორც პიროვნულად, აი არ შეცვლილად მთელი ცხოვრება ვხატავ, მაგრამ ის ეკლექტიკა, ის საწყისი, რაც მქონდა შიგნიდან, ის მომყვება მთელი ცხოვრების მანძილზე. ზოგს გონია, რომ აი მხატვარის შედეგი და რაღაც. არა, მხატვარი დაბადებიდანვე ხარ. ადამიანი თავიდანვე ხარ, ვინც ხარ. უბრალოდ შენ ამას ანან ვითარებ, ანან არ ვითარებ. აი ჩემთვის მაგალითად დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ აი დღესაც ვხატავ და გაოცებული ვარ ხანდისხან, აი რომ რაღაცა შევქმნი ახლა, დიდი ხელოვნება, დიდი სკოლა, დიდი გზა გავიარე ამ ხელოვნებაში, მაგრამ როდესაც რაღაცას ვხატავ ხანდისხან, წარმოვიდგენ იმ პირველ საწყის ნაბიჯებს, რომელ ნაბიჯებსაც მე ვადგავდი. ძალიან რთული კი არ იყო, უფრო თამაში იყო, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ხატვის პროცესში და შესრულებაში, ხო, იმდენად კარგი იყო და შინაგანად სიღმისეული, რომ აი უბრალოდ როგორ გითხრათ, იცი, ეს იყო ემოციურად სიღმისეული განცდა, რომელი განცდას აი ცხოვრებაშიც რომ როდესაც მუშაობ ახლა პროფესიონალი მხატვარი ხარ, გიჭირს ბევრი რაღაცის მიყვანა და აი სადღაც მივიყვანო, აი განწყობამდე მიხვიდე, აი ხატვის განწყობამდე, რომ შექმნა რაღაც ახალი. აი იმ მომენტში ძალიან კარგად გამომდიოდა ეს ყველაფერი და დღეს, როდესაც ამ გადასახედიდან ხშირად მგონია, რომ ჩემში მხატვარი იმ თავიდანვე იყო და იმ თავიდანვე შედგა რა, ხო და რაც არ უნდა გამეკეთებია სხვა რამე, რაც არ უნდა მეკეთებინა მთელ ცხოვრებაში, მთელი ცხოვრების მანძილზე,
ყოველთვის უბრუნდებოდი ჩემ ხელოვნებას, ხატრობას. ცხოვრება მაიძულებდა რაღაც სხვა რაღაცები მეკეთებინა, რომ აი უბრალოდ ლუკმაპური მეშოვნა, ლუკმაპურის ფული მეშოვნა, მაგრამ როგორც ასეთი არასდროს უარი არ მეთქვია ჩემ ხელოვნებაზე, ჩემ ხატრობაზე. რთულია ცხოვრება. ახლა ზოგიერთისთვის ადვილი ძნელი ასახსნელია ის, რომ მე პირადად ვერასდროს ვერ ვუღალატე ამ საქმეს, ამ იმას, ამ ჩემ შიდა კრედოს, რომელიც ჩემში ზის, ხო და ზოგიერთს გონია, რომ აი მაგალითად მე რაღაც გავაკეთე და არიქ მე ძირითადად უფრო მაინტერესებდა ხატვის პროცესი და არა ის შედეგი, რომელსაც დღეს ვდები. ბევრჯერ ყოფილა, რომ აი მაგალითად აქცენტი იმაზე, რომ აი წარმატებული ხარ, წარუმატებელი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს როგორი ვარ. მთავარია ის ხატვის პროცესი იყოს საინტერესო. დღეს ახლა მიჭერს ხოლმე რაღაც ახალის მიგნება, ახალის შექმნა, ექსპერიმენტის კეთება. არ არის მხატვარი მაშინ აი მაგალითად მე არ ვარ იმ სპეციალობის კი არა იმ კუთხის მხატვარი, რომელიც აი მაგალითად ნახული აქვს მისი გზა და ერთ და იგივე კრედოში, ერთ და იგივე სტილში მუშაობს მთელი მისი ცხოვრება. მე ასე არ მუშაობ, მე მუშაობ სხვადასხვა აი მაგალითად რაღაც ექსპერიმენტისკენ უფრო არის ჩემი შემოქმედება წასული და ექსპერიმენტებს უფრო მეც ვაკეთებ, ვიდრე შემოქმედება. ბევრჯერ მიფუჭდება რაღაცები, მაგრამ ამასაც არჩივი ძირითადად უფრო ექსპერიმენტალურია. ექსპერიმენტალური ძიების პროცესი კი არ არის. უბრალოდ ხატავ იმას, რომ აი მაგალითად რაც მე დავხატე, კიდე მეორედ აღარ დავხატო. მინდა რომ სხვა რაღაცა შევქმნა, სხვა რაღაცას იმ სტილს გავექცე. და შენი ექსპერტი ვინა? შემოწმები. ჩემი ექსპერტი არის ძალიან ბევრი ხალხია, ჩემი ექსპერტები, მაგრამ ჩემ მეუღლეს აქვს ერთი ძალიან დადებითი თვისება, შეუძლია ჩემი ნახატი შეღრმისეულად გაიგოს, ხანდისხან გაოცებული ვარ და ბევრჯერ მეუბნება ეს ნახატი დასამთავრებელია, ეს კიდე ბოლომდე მიიყვანე. ზოგჯერ აი რომ რაღაცები ხდება, რომ ეს რაღაც ნახატი და პროცესი ბოლომდე მისაყვანია, ან რაღაცა, ბევრ რაღაცა არ მოწონს, ბევრი მოწონს, ხანდისხან მიწუნებს ხოლმე და ხანდისხან ჩევასაც მაძლევს, ხანდისხან ვკვდები სიცილით, მაგრამ ზოგჯერ რო გადავხედავ მისი სიტყვები ზეგავლენას ახდენს ჩემზე რაღაც ნაწილი, მაგრამ ასეთი არა, ახლა რომ პირადად შემოქმედებაში იყოფთ ეს ხვირს, არა, ის ამბობს იმას, რასაც მაგალითად ბევრი ხელოვნებაცოდნე შეიძლება ხელოვნებაცოდნე ვერ გითხრას. ის მომენტი იმდენად აქვს შესწავლილი ჩემი შემოქმედება, რომ იცის, რომ სად არის ჩემი ნახატი დასრულებული, ან კრედო, ან ხანდისხან მეტყვის ეს ნახატი კიდე გააგრძელე. ზოგჯერ მეტყვის, რომ ეს ნახატი გაფუჭებულია, უკვე გაგიფუჭდა, რაღაც ელემენტი გადაამეტე და რაღაც ასეთი რაღაცები ხდება. თუმცა ძალიან გაოცებული ვარ ჩემი მეუღლის კრედოთი, რომ მასაც ალბათ ნიჭი ჰქონდა ხელოვანის და ალბათ იყო ასეთი, რომ დღეს მე რო შემდგარი მხატვარი ვარ, სადღაც რაღაც პროცენტები მისი დამსახურებაცა. არ ვიტყვი, რომ მარტო ადამიანი ერთი პიროვნება ხარ. ადამიანი პიროვნება ხარ, ანგარიშ უწევს ხვებსაც და ხანდისხან სხვა პიროვნების თანადგომით ქმნი რაღაცასაც. რა თქმა უნდა, ანგარიშ უწევ ბევრ რაღაცას. ზოგჯერ არის, რომ ბევრი, აი, როგორ გითხრა, იცი, ადამიანი გეუბნება რაღაც კონკრეტულ კლიშეს. კლიშე, აი, როგორ გითხრა, იცი, რაღაც აზრს, რომელი აზრიც შეიძლება მიიღოს, შეიძლება არ მიიღოს. ზოგჯერ გაღიზიანებს ის აზრი, იმიტომ გაღიზიანებს, რომ ის ადამიანი ცდილობს, რომ შენში დაინახოს მისი მე. ეს არ გამოდის ასე, როდესაც შენ ხარ შენ, სხვას რაც აინტერესებს, შეიძლება ის ინტერესი შენში არ იბადებოდეს, არ ქმნიდეს რაღაც ღირებულს, ფასეულს და შეგიძლია უარი უთხრა, მაგრამ ხშირად ყოფილა დელიკატურად უხსნი, რადგან
იკლი ვიღაცას უნდა მიღწევა მისი რაღაც დაგემასკნას როგორ გითხრა რა უხეშად ჩაერიოს რომ როდესაც არ იცის რომ სად რა უნდა გააკეთო არ რა უნდა შექმნა არ რაზე უნდა ისაუბროს შენმა ხელოვნებამ იქ პირდაპირ ტრაფარიტული რაღაც რომ იცის იმით გესაუბრება ერთმა ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ რეალისტური ნახატები მოგწონს ახლა კონკრეტულად მithქვია რომ შენ რეალისტური ნახატის იქით რამეს ხედავ აი ნახატის საკითხვა თუ იცი ახლა ზოგი მეტყვის რომ ნახატის საკითხვას რა უნდა უყურებ და რასაც ხედავ ის არის ასე არ ხდება ნახატის კითხვა ცოტა სხვანაირადაც ხდება და ბევრი კრიტერიუმით ფასდება ნახატი ზოგჯერ არის რომ აი თვითონ ხელოვნებაცოდნეებს უჭირთ ხელოვანის გაგება რაღაც მომენტში ხელოვნებაცოდნეები დოგმებს არიან დამოკიდებული იმიტომ რომ თვითონ მხატვარში ვერ შედიან აი ბოლომდე მხატვარი მარტო ის კი არ არის აი როგორ ნახატს რას ხატავს მხატვარი სიმბიოზია მის თვითონ პიროვნების ცხოვრების კრედოს მისი ცხოვრების მომენტის და ემოციის რომელსაც ამას დიდ ზეგავლენას ახდენს თითოეულ მის ნახატზე და როდესაც ხელოვნებაცოდნე მოდის და პირდაპირ უყურებს ამ ნახატს და არ უყურებს როგორც მხატვრის იმას ნამუშევარს პირდაპირ პროდუქტად აღიქვამს გასაყიდ პროდუქტად ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მხატვრისთვის რომ პირდაპირ აი როგორ გითხრა ეცე აი გაჭრა შუაზე რაღაც და გაანაწევა აი ესე არ ხდება იქ უნდა იყოს ცოტა შეისწავლოს ხელოვნებაცოდნე მხატვრის კრედოც უნდა შეისწავლოს რომ ადვილად კი არა უფრო რთულად ბევრი რაღაც ძალიან მარტივად არ ხდება შეიძლება რაღაცა შექმნა მაგრამ ის არ იყოს ისეთი თითქოს რა მოსაწონი მაგრამ ის იყოს უფრო მეტი სიღრმისეული და წარმომადგენლობითი ვიდრე ის ემოციურად დატვირთული არის ხოლმე რომ აი მაგალითად რაღაც ფორმულირებას ახდენენ ნახატებისას მოდი თითოეულ ნახატში ფორმულირებაც არსებობს რაღაცის მომენტის მაგრამ იცი რა არის როდესაც ფორმულირებაში შედიხარ ამ ფორმულირებაში და უკვე გადახყავს აი რაღაც ფორმულირებით რაღაც შეფასების კრიტერიუმებს უდებ ამ დროს შეიძლება შეცდომაც მოგივიდეს და არასწორად წახვიდე მხატვრის შეფასებისკენ ბევრი რაღაც მინახია მე აი ხელოვნებაში აი თითოეული მხატვარს ახლა ბევრს გავცნობია თანამედროვესაც წარსულიდან თუ რაცხა შესაძლებლობა მქონდა სადაც შემესწავლა რაღაცები მაინც ყოველთვის უყურებ და ვცდილობ შევისწავლო მხატვრის ცხოვრებისეული ბიოგრაფიული ცნობები მაინც მოვიძიო რომ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე ვინ არის ეს თვითონ პიროვნება მხატვარი ვინ დგას ამ ნახატის უკან ეს ყოველთვის საინტერესო კი არა ეს არის მთავარი იმიტომ რომ ის ხელოვანი იმ ემოციებს მაინც თავისებურად განმოცემს და რთულია ახლა მართლა რო გითხრა სიმართლე ადვილი პიროვნება არ არსებობს აი მაგალითად მარტივი პიროვნება ხელოვანი არ შეიძლება რომ იყოს თითოეულ მხატვარში რთული პიროვნება დგას თითოეული ნახატის უკან იქ ემოციური სექსუალური 1000-ნაირი დატვირთვა ხდება რა ნუ მაგალითად როგორ გითხრა იცი აქცენტი მარტო ერთ რაღაცაზე არ შეიძლება გააკეთო ხელოვანი თვითონ არის შემოქმედი და შემოქმედს აქვს ბევრი რაღაც რთული რომელიც გარეშეც არ შეიძლება ხელოვნება შედგეს დამთავრე გამოვრდი